Я хочу сегодня продолжить и закончить разговор на тему, которую мы начали несколько недель назад. მინდა დღეს დავიწყოთ და გავაგრძელოთ იმ თემაზე საუბარი, რომელიც რამოდენიმე კვირის წინ დავიწყეთ. Мы говорили о чем-то, что написано в Евангелии от Матфея 25 главе, но мы начали с 24, чтобы сделать это повествование полным. მათეს 25 თავიდან დავიწყეთ საუბარი, მაგრამ ნაწილ-ნაწილ დავყავით, რათა მთლიანად ეს მოთხრობა იყოს თვალნათლივ დანახული. Мы говорили о том, что когда ученики стали задавать Иисусу вопросы о последних временах, და როდესაც ქრისტეს მოწაფეები უსვამდნენ მას კითხვას ბოლო ჟამის შესახებ, Иисус сказал, что эти последние времена содержат в себе некоторые опасности. ქრისტემ უპასუხა, რომ ეს ბოლო ჟამი შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს. И некоторые из этих опасностей, они извне нам угрожают. და ზოგიერთი ეს საფრთხე არის გარედან შემოსული. Это гонения, это лжепророки, лжеучители, которые будут атаковать церковь. ეს შეიძლება იყოს დევნა, ცრუ სწავლება, ცრუ წინასწარმეტყველნი, რომელიც გარედან იქნებიან. Но есть другие враги, более скрытые и поэтому более опасные. მაგრამ არსებობს სხვა მტრებიც, უფრო მეტად ფარული და უფრო მეტად აქედან გამომდინარე საშიში. И эти враги, они представляют из себя те изменения, которые мир хочет произвести внутри тебя. და ეს მტერი შეიძლება იყოს აი შენ ცვლილება შენ შიგნით, რომელიც ცდილობს რომ მოიტანოს წუთი სოფელმა შენში. Потому что трудные обстоятельства, они всегда имеют эту направленность как-то изменить тебя. იმიტომ რომ რთული გარემოებები აი ესეთი მიდრეკილება აქვს რთულ გარემოებებს რომ შექცვალონ შენ. Я часто встречал людей, которые стали лучше под влиянием ужасных обстоятельств. და ხშირად მინახავს ხალხი, ვინც რთული საშინელი გარემოებების და გამო პირიქით უკეთესობისკენ შეიცვალა. И это происходило всегда, когда у этих людей были плотные, личные, глубокие отношения со Христом. და ეს ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთ ადამიანებს ძალიან მჭიდრო და ღრმა ურთიერთობები ქონათ ქრისტესთან. Но если эти отношения были слабыми или поверхностными, то тяжелые обстоятельства всегда делали людей хуже. მაგრამ თუ ეს ურთიერთობები არ იყო ასეთი მჭიდრო და პირიქით მოშვებული იყო, მაშინ სირთულეები უარეს ქმნიდნენ ადამიანის ცხოვრებაში. Люди ожесточались из-за жестоких обстоятельств своей жизни. ადამიანებს გული უკავდებოდათ ამ რთული მდგომარეობების და გამო თავის ცხოვრებაში. И вот Христос, Он предупреждает нас против такой возможности. აი ქრისტე გვაფრთხილებს აი ასეთი გარემოებების შესახებ И გველაპარაკება. Он говорит о том, что лекарством от этого состояния является служение другим და людям. გვეუბნება რომ წამალი ასეთ მდგომარეობაში არის სხვა ადამიანების მსახურება. Если ты служишь другим людям, თუ შენ ემსახურები სხვა ხალხს, если ты не живешь для себя, თუ შენთვის არ ცხოვრობ, если ты позволяешь Христу через тебя что-то делать для других людей, თუ შენ აძლევ ქრისტეს შესაძლებლობას რომ შენს მეშვეობით გააკეთოს რაღაცა სხვა это ხალხისთვის, хранит тебя от ожесточенности. ეს გიცავს შენ გულის გაქვავებისგან, Это хранит тебя от заблуждений გარკვეული ცრუ მიმდინარეობისგან и позволяет тебе все больше и больше Иисусу уподобляться. და გაძლევ შესაძლებლობას რომ უფრო და უფრო მეტად დაემსგავსო ქრისტეს. И вот в этом контексте он рассказывает притчу, но это не совсем притча, а это картина того, что должно произойти в конце времен. და აი ამ კონტექსტში ყვება ფაქტობრივად არა თუ იგავს, არამედ რეალურ ამბავს თუ რა უნდა მოხდეს ბოლო Он ჟამს. говорит о том, что в последнее время мы все предстанем пред Господом. და ლაპარაკია აქ რომ აი ბოლო ჟამს ჩვენ ყველანი წავსდგებით ქრისტეს წინაშე. И он отделит людей на две очень крупные группы. და გაყოფს დაანაწევრებს ხალხს ორ დიდ ნაწილად. И условно или образно эти группы называются козлы и овцы. აი პირობითად ეწოდება ამ ორ დიდ ჯგუფს თხები და ცხვრები. И вы, наверное, догадываетесь, что нет ничего хорошего в том, чтобы тебя назвали козлом. და ალბათ თხას რომ გიწოდებენ არაფერი კარგი მაგაში არ არის, ხო? Но, конечно, в то время Христос не вкладывал вот это криминальное, унизительное звучание в эти слова. მაგრამ ბუნებრივია ეს ფრაზა არ არსებობდა მაშინ, აი თხას არა ისე ნეგატიურ კონტექსტში არ უწოდებდნენ ხოლმე. Вот это, დამამცირებელ კონტექსტში да, არ უწოდებდნენ. вот эта козлиность, она тогда означала своеволие какое-то, хождение своими путями, непокорность.
აი თხის განმარტება იმ პერიოდში იყო, როდესაც ადამიანი თვითნებურად იქცეოდა, დაუმორჩილებელი იყო, თავისი საკუთარი გზებით დადიოდა. А овцы Божьи — это те, кто шли за ним. Он говорит, я иду и веду их на злачные пажити, в другом месте написано. ხოლო ცხვრები კი არის იწოდებოდნენ ისეთ ადამიანებად, რომლებიც მიყვებოდნენ ქრისტეს და მის გზაზე იდგნენ. Они слышат его голос, они знают его голос, и они следуют за ним. იცნობენ, იციან მისი ხმა და მიყვებიან მის დაძახილს. И как они стали этими овцами? Что определило то, что они стоят с правой стороны от него? რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ეს ხალხი დგას მისგან მარჯვნივ? И он говорит, когда я был болен или голоден, или жаждал, или нуждался в чем-то, вы послужили мне. ამბობს, რომ როდესაც ავად ვიყავი, როდესაც მწყუროდა, როდესაც საჭიროება მქონდა, თქვენ მომემსახურეთო მე. И эти люди говорят, Господи, а когда мы видели тебя в таком состоянии? Когда ты мог найти Бога в состоянии нуждающегося? და ხალხი სვამს კითხვამს, თუ აი როდის გნახეთ თუ ასეთ საჭიროებაში მყოფიო, როდის გნახეთ მწყურვალი, ღმერთს რამე საჭიროება აქვს? Когда вы сделали это одному из малых сих, вы это сделали мне. და ასე არის დაწერილი, რომ აი ერთ მცირე თაგანს თუ გაუკეთეთ ეს, ასეთი რამ მე გამიკეთეთო. И тут мы выходим на новый уровень და გადავდივართ ახალ ეტაპზე, важности служения. მსახურების მნიშვნელოვნობაზე. Оно не только позволяет тебе сохранить себя в здравости, მსახურება არათუ გეხმარება, რომ ჯანსაღად შეინარჩუნო თავი, оно определяет твою судьбу в вечности. არამედ განაპირობებს შენს მარადისობის ბედს. Кем ты станешь? ვინ გახდები? Жил для себя, ცხოვრობდი საკუთარი თავისთვის, оказываешься слева. ხარ მარცხნივ. Служил Господу и нуждам других людей, ემსახურებოდი უფალს და სხვა ადამიანების საჭიროებას და любовью Христовой, Его благодатью, მის სიყვარულში, მის მადლში იყავი და и ты оказываешься справа. ხარ მარჯვნივ. И потом мы разговаривали о том, что на самом деле у каждого человека есть разные круги общения. და ვისაუბრეთ ასევე იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ადამიანებს საურთიერთო წრე В განსხვავებული აქვს. котором мы можем проявить себя каким-то образом, служить людям. სადაც შეგვიძლია რომ გამოვიჩინოთ თავი, ემსახუროთ ხალხს სხვადასხვაგვარად. И это отвечает на вопрос, который один человек когда-то задал Иисусу. და ეს ფაქტობრივად პასუხობს კითხვას, რომელიც ერთ-ერთმა ადამიანმა დაუსვა ქრისტეს. Он спросил, а кто мой ближний? და ეკითხება ეს ადამიანი, აი ვინ არისო ჩემი ახლობელი, ახლო ადამიანი, მოყვასი ვინ არისო? Этот вопрос прозвучал в очень интересном контексте. საინტერესო კონტექსტში ჟღერდა ეს კითხვა. Люди приходили и искушали Иисуса Христа. მიდიოდნენ ქრისტესთან და უნდათ მისი გამოცდა. Это не были люди просто заинтересованные в получении духовного совета, ответа, наставления. უბრალოდ სულიერი დამოძღვრა რჩევა, რა ვიცი, წინამძღოლობა კი არ უნდათ. Это был тот момент, когда непримиримые враги объединились с одной целью – искусить Христа и подставить Его под суд. არა პირიქით, ეს იყო დრო, როდესაც მისი, ასე ვთქვათ, შეურიგებელი მტრები ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება ღრმად გამოეცადათ ქრისტე და შემდეგ, ესე იგი, მსჯავრი დაედო და დაეპატიმრათ იგი. И один из них спрашивает, а какая самая главная заповедь в законе? და ეკითხება ერთ-ერთი თუ რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი მცნებაო წერილში. Иисус говорит, а ты-то сам как думаешь? თავად როგორ მიგაჩნიაო? И этот человек говорит, პასუხობს ეს возлюби ადამიანი. Господа Бога твоего всем сердцем, всей душой, всем разумением, всей крепостью своей. შეიყვარე ღმერთი შენი მთელი შენი გული, მთელი შენი ცნობიერით, Это რა ვიცი, самая არსებით. большая, самая главная заповедь. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი მცნება. И добавляет, и ближнего своего, как самого себя. და დაამატებს, რომ ასევე შენი მოყვასი როგორც საკუთარი თავიო. И Иисус ему говорит, ты молодец, ты все правильно думаешь. და ქრისტე ეუბნება, რომ შვენიერია, კარგად ფიქრობ, Осталось тебе одно. ერთი რამ დაგრჩა. Иди поступай так, и будешь спасен. წადი მოიქეცი ასე და გადარჩები. И Писание говорит, этот человек задает вопрос. და წერილი ამბობს, რომ ეს ადამიანი სვამს კითხვას. А кто мой ближний? ვინ არის ჩემი მოყვასი? კი, მაგრამ И вот в этой серии проповеди мы отвечаем на этот вопрос. А кто же наш ближний? აი ამ ქადაგებათა ფაქტობრივად სერიაში, მოდი ასე ვთქვა, ჩვენ პასუხობთ კითხვას თუ ვინ არის ჩვენი მოყვასი. Но раньше, чем я продолжу, я хочу заметить еще одну деталь, о которой мы не говорили раньше, და სანამ до этого. განვაგრძობ, მინდა რომ კიდევ ერთ დეტალს გაუსვა ხაზი, რაზეც არ გვილაპარაკია. Видите ли,
некоторые верующие, აი ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი, когда им задаешь вопрос, какая заповедь является самой важной, როდესაც უსვამ ზოგიერთ მორწმუნეს კითხვას თუ რომელი მცნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, они говорят и справедливо говорят, что самой главной заповедью является любовь к Богу. ისინი ძალიან სამართლიანად უსვამენ ხას, რომ ღმერთის სიყვარული არის ყველაზე მნიშვნელოვანი მცნება. Они даже когда-то слышали, что есть вторая подобная этой заповеди. სადღაც მენიათ, რომ მეორე ასეთი მსგავსი მცნებაც არსებობს Они ამისა. даже знают ее наизусть, они могут ее повторить. ზეპირადაც კი იციან და გამეორებაც შეუძლიათ. Но когда ты говоришь им, иди и делай так, მაგრამ როდესაც მიუთითებ, რომ აი წადი და ასე მოიქეციო, они в растерянности смотрят по сторонам. А где эти ближние? Кому помогать? Сквозь тебя смотрят просто. იბნევიან ფაქტობრივად, აი გეგონება გამჭირვალე შუშახარ შენს მეშვეობით, შენს მიღმა იყურებიან და ეძებენ ამ მოყვასებს. Как будто бы они правда не знают, а кто эти ближние? თითქოს მართლაც არ იცოდნენ თუ ვინ არიან ეს მოყვასები. И знаешь, вот этот вопрос, он какую проблему обнажает? და წამოჭრის ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ეს კითხვა. Что мы считаем любовь к Богу за что-то самое важное, за что-то очень высокое. ჩვენ მიგვაჩნია უფლის სიყვარული, ღმერთის сиყვარული რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი, А любовь к ближнему мы не замечаем ее. ხოლო მოყვასის სიყვარულს ფაქტობრივად აღარ ვამჩნევთ. На самом деле эти две заповеди, они очень сильно связаны друг с другом. რეალურად ეს ორი მცნება ურთიერთ დაკავშირებული არის ძლიერ. Я вам больше скажу. მეცაც ვიტყვი, Когда Бог дал Израилю 10 заповедей, აი როდესაც ღმერთმა მისცა ისრაელს 10 მცნება, Он их поделил на две части. ორ ნაწილად დაყო. Половина из этих заповедей, она предъявляла требования твои к отношениям с Богом. ამ მცნებათა ნახევარი ფაქტობრივად ეს ამ მცნებების ნახევარი გთხოვდა შენ ღმერთთან ურთიერთობის გარკვეულ მიდგომას. А вторая часть регулировала твои отношения с людьми. ხოლო მეორე ნაწილი არეგულირებდა შენს ურთიერთობას ადამიანებთან. Потому что почитай отца и мать, не кради, не прелюбодействуй, не убивай, не завидуй. Это все о людях. იმიტომ რომ როდესაც დაწერილია რომ პატევი მიაგე შენ მშობლებს, ნუ მოიპარაო, ნუ იმრუშებ, ასე შემდეგ ეს ყველაფერი ეხება ადამიანებს. Но вместе одна и другая половина, они составляют этот цельный закон. მაგრამ საერთო ჯამში ეს ორივე ნაწილი წარმოადგენს ერთ სრულ მცნებას. И одна половина без другой не имеет смысла. და ერთს მეორეს გარეშე არ აქვს არანაირი აზრი, მნიშვნელობა. Он жив, этот закон, и он целостен, когда там все вместе объединено. რჯული ცოცხალია, როდესაც გაერთიანებულია ყველაფერი მასში. И когда этот человек задает Иисусу этот вопрос, а кто мой ближний? აი, როდესაც ეს ადამიანი ეკითხება იესოს, თუ ვინ არისო ჩემი მოყვასი, В ответ на этот вопрос Иисус рассказывает одну интересную притчу. პასუხად ქრისტე უყვება ერთ ძალიან საინტერესო იგავს. Вы, наверное, уже знаете, да, какая это притча? ალბათ იცით რომელ იგავზე Это ალაპარაკი, притча о добром самарянине. კეთილ სამარიტელზე არის И он საუბარი. рассказывает о человеке, და მოთხრობილი ადამიანზე, очевидно, верующем человеке, но отпадшем человеке, უყვება მორწმუნე ადამიანის შესახებ, მაგრამ აი ჩამოცილებულ, რწმენას который ჩამოცილებულ из ადამიანზე, Иерусалима идет в этот проклятый Ерихон. რომელიც იერუსალიმიდან მიემართება ამ დაწყევლილ იერიქონში, С высоты небесной в яму греха ფაქტობრივად опускается. ზეციური სამეფოდან მიდის ჭაობში. Ну и ясно, по дороге его грабят. და ბუნებრივია გზად Избивают, оббирают и бросают раненым. გაძარცვავენ, მოპარავენ, ყველაფერს ართმევენ და მიაგდებენ ძირს. И проходит мимо священник. აი, ერთ-ერთი მღვდელი ჩაულის გვერდს. Просто прошел мимо. ჩაუარა გვერდი, После него უყურადღებოდ. идет левит. ლევიტელიც. Этот хоть голову повернул, посмотрел на него. ამ ლევიტმა მზერა მიაპყრო მაინც, შეხედა მაინც. С любопытством. ცნობის მოყვარეობით. Но прошел тоже მაგრამ дальше. ამავე დროს ჩაუარა გვერდი. И потом едет самарянин. შემდეგ სამარიტელი ჩაულის. Человек, которого ни за что считают. სამარიტელი, რომელიც არარაობა იყო, Кто его знает, сколько раз его оскорбляли. აი რამდენჯერ აგინეს, მოდი ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა რამდენჯერ მიაყენეს. Но он останавливается, მაგრამ ჩერდება, он служит этому человеку, მოემსახურება ამ ადამიანს, он смазывает его раны, მის ნაიარევს, კი არა და ჭრილობებს сажает на შეუხვევს, своего осла, везет в гостиницу, ესე იგი თავის ვირზე შესვამს, აიყვანს თავის სასტუმროში, заботится о нем ზრუნავს მასზე и, уезжая, еще деньги оставляет. До конца присмотрите, как следует за этим человеком. და წასვლის წინ თანხას დატოვებს და მიუთითებს იქ Ведь მზრუნველებს, რომ
Если вы еще больше потратите, я когда буду ехать обратно, я и это оплачу. კარგად იზრუნებთო და მეტიც თუ დაგეხარჯებათ, ამ შემთხვევაში რომ დავბრუნდები ავანაზღაურებო. Это очень интересная притча. ძალიან საინტერესო იგავია, ხო? Она отвечает на несколько вопросов. ასუხობს რამდენიმე კითხვას. Кто мой ближний? მაგალითად, პირველი, ვინ არის ჩემი მოყვასი? Это любой человек, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი который в ადამიანი, данный момент рядом с тобой нуждается в помощи. რომელიც კონკრეტულ მომენტში საჭიროებს დახმარებას შენგან. И знаешь, что очень интересно? რა არის აქ საინტერესო იცი? В это время перестает иметь значение национальность этого ამ человека. შემთხვევაში ამ ადამიანის ეროვნება კარგავს ყოველგვარ მნიშვნელობას. В это время не имеет значения религиозная принадлежность этого არც человека. არც იმას აქვს მნიშვნელობა თუ რა რელიგიის მიმდევარია ადამიანი. Потому что у болезни, у беды, у голода нету этих признаков. იმიტომ რომ აი ამ უბედურებას, როგორიც არის მაგალითად შიმშილი, ავადმყოფობა, სენი, არ აქვს არც ერთი ეს დამახასიათებელი, ხო? Знаешь, когда мы начали помогать людям сначала готовыми горячими продуктами, потом еще чем-то, ადამიანებს ვეხმარებით და თავიდან დავიწყეთ ცხელი პროდუქტებით, სხვადასხვა რაღაც საჭიროებების და там ყოფილებით. всегда были очень разные люди. ყოველთვის განსხვავებული ხალხი იყო აქ. И иногда некоторые люди приходили и говорили: я мусульманин, вы помогаете таким людям? ზოგიერთი გვეკითხებოდა ხოლმე, რომ აი მე მუსლიმი ვარ და მაინც დამეხმარები? Да, конечно. რა თქმა უნდა. Мы помогаем таким людям. რა თქმა უნდა, ვეხმარებით ასეთ ხალხს. Мы даже уважаем вас. პატივსაც გცემთ. Когда мы готовим соус с тушенкой, мы кладем туда только говядину. აი, როდესაც соус ვამზადებთ, ღორის ხორცს არ ვდებთ, არამედ ძროხის ხორცს ვათავსებთ. Потому что мы не хотим, чтобы ты остался голодный из-за того, что там свинина ანუ находится. ბუნებრივი არ გვინდა მშიერი დარჩე ამ ღორის ხორცის აღმოჩენის გამო. К тому же это полезнее для здоровья. ძროხის ხორცი გაცილებით სასარგებლოა. У нас были люди, ყავდა ხალხი, которые, были активными православными верующими. რომლებიც აქტიური მართლმადიდებლები იყვნენ И они просили нас о помощи. და დახმარებას გთხოვდნენ. И говорили: только если вы не обидитесь, თუ არ გეწყინებათო, мы зададим один вопрос ერთ вам. კითხვას დაგისვამთო, Что от нас требуется взамен? აი რა გავაკეთოთ, რით გიპასუხოთ ამ სიკეთეზე? И мы говорили: ничего. არაფერიო. Только скажи спасибо Господу. უბრალოდ მადლობა უთხარი ღმერთს. И были люди, которым мы годами вот так помогали. და წლობით ვეხმარებოდით ხალხს ასე. И через годы они приходили, говорили: спасибо. და რამოდენიმე რაღაც წლების მერე მოდიოდნენ მადლობას იხდიდნენ. Моя семья встала на ноги, я больше не нуждаюсь. ჩემი ოჯახი ფეხზე დადგა, ახლა აღარ მაქვს საჭიროება. Спасибо Господу и спасибо вам. მადლობა ღმერთს, მადლობა თქვენ. Бог прославлен, ღმერთი განდიდდა, нужда восполнена, საჭიროება დაკმაყოფილდა. значит дело сделано. საქმეც გაკეთდა. Мы не просим взамен ничего. არაფერი არ გვინდა პასუხად. Нам все равно, кто ты по национальности. სულ ერთია თუ ვინ ხარ ეროვნებით. Нам все равно, какая у тебя религия. სულ ერთია რა რელიგიას მისდევ, Но мы хотим, чтобы ты запомнил. მაგრამ ერთი დაიმახსოვრე რამ, Это Христос прислал нас к тебе. რომ ქრისტემ გამოგზავნა შენთან. Когда тебе будет трудно, როდესაც გაგიჭირდება, попробуй, обратись к Нему. მიმართე მას, К Нему лично. მას პირადად. Из этой притчи я еще одну вещь вижу, очень неприятную вещь. აი ამ იგავში ერთ არც თუ ისე კი არა და ძალიან არასასიამოვნო რამეს ხედავ. Давайте немножко задумаемся, как-то примерим на себя это чуть-чуть. მოდი დავფიქრდეთ, საკუთარ თავს მოვარგოთ ეხლა ეს რაღაცა. Заключается эта вещь в том, შემდეგში მდგომარეობს ეს რამე. что, к сожалению, часто бывает, ხშირად ხდება ხოლმე სამწუხაროდ, что чем выше твой религиозный статус, რომ რაც უფრო მაღალია შენი რელიგიური სტატუსი, чем больше твой религиозный стаж, რაც უფრო დიდია შენი რელიგიური სტაჟი, ასე ვთქვათ, тем меньше у тебя сострадания к людям. მით უფრო ნაკლებია შენი თანაგრძნობა ხალხის მიმართ. Ты как будто бы паришь над этими людьми. თითქოს აი ზემოდან უყურებ რა ამ ხალხს. Священник просто прошел мимо. აი ამ მღვდელმა ჩაუარა გვერდი. Левит хотя бы посмотрел в эту сторону. ლევიტელმა გვერდზე მაინც მიიხედა. Чем выше духовный стаж человека, тем меньше сострадания. რაც უფრო მაღალია ადამიანის სულიერი გამოცდილება, მით უფრო ზემოდან იყურება ხოლმე ეს ადამიანი სხვების მიმართ. Ему не до этих мелочей, ему не до этой грязи, потому что он почти на небесах. ფაქტობრივად არც ცალია ამ რაღაცა ელემენტარული ამა ქვეყნიური რაღაცეებისთვის თლად ზეცაშია უკვე ფაქტობრივად.
Но я хочу сказать вам одну вещь важную. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის აქ სათქმელი, Наша освященность რომ ჩვენი განწმენდა – это отделенность от греха, а не ეს от არის людей. ეს არის ცოდვისგან განცალკევება და არა ადამიანებისგან. Это отделенность от греха, а не от людей. ადამიანებისგან კი არ არის განცალკევება, არამედ ცოდვისგან არის. Знаешь почему? რატომ, აბა? Потому что Бог так думает. იმიტომ რომ ღმერთს მიაჩნია ასე. Он так относится к людям. ასეთი დამოკიდებულება მას აქვს. Мы все знаем Иоанна 3,16, да? აი იოანეს 3:16 ყველამ კარგად ვიცით, Ибо ხო? так возлюбил Бог мир, ასე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, что отдал Сына Своего Единородного, გასცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, дабы всякий верующий в Него не погиб, но имел жизнь вечную. რათა არც ერთი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ კონდეს საუკუნო სიცოცხლე, А в ხო? следующем стихе, ибо не послал Бог Сына Своего в мир, чтобы судить мир, გასასამართლებლად კი არ გამოუგზავნია თავისი მხოლოდ შობილი ძე, დაწერილია შემდეგ. но чтобы мир спасен был через Него. არამედ რათა წუთისოფელი გადარჩეს მისი მეშვეობით. Народ Божий, безусловно, Бог любит свою церковь. ბუნებრივია ღმერთს უყვარს თავისი Бог ეკლესია. любит христиан, Бог любит своих детей. უყვარს ქრისტიანები, თავისი შვილები. Но Писание говорит, что Он возлюбил нас тогда, когда мы еще не были такими. მაგრამ დაწერილია რომ შეგვიყვარა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ასეთები არ ვიყავით. И если бы Он не возлюбил нас такими, какими мы были, და რო არ შევეყვარეთ ისეთები, როგორებიც ვართ, мы бы никогда Михалыч. не стали такими, какие мы сейчас. ვერც გავხდებოდით ისეთები, როგორებიც ახლა ვართ. И никогда не достигли бы того, к чему еще Он собирается და нас ვერ привести. მივაღწევდით იმას, რასაც უნდა მივაღწიოთ მომავალში. Нельзя спасти того, кого ты не ვერ любишь. გადაარჩენ იმას, ვინც არ გიყვარს, ხო? Нельзя спасти, не жертвуя ничем. ვერანაირი მსხვერპლით. Именно поэтому у Бога есть план для Его церкви. აი ზუსტად ამიტომ აქვს ღმერთს გეგმა თავისი ეკლესიის. И знаешь, какой этот план? Он очень простой и звучит так. და რა გეგმა აქვს? არის მარტივი ეს გეგმა და ჟღერს შემდეგნაირად. Он говорит, вы соль земли. დაწერილია რომ თქვენ ხართ მარილიო მიწისა. Если соль потеряет силу, чем сделать ее соленой? და თუ მარილი გაუგემურდება, რითხა უნდა დამარილდესო. Она уже ни к чему не годна, разве что только выбросить вон на попрание людям. ის უკვე აღარაფრად ვარგაო, მხოლოდ გარეთ უნდა გადავყაროთ, რათა კაცთა მიერ იყოს გასათელადო. Вы свет мира. ხართო სინათლე ამ წუთის Не может укрыться город, стоящий на вершине горы. თქვენ ხართო ქვეყნიერების სინათლე და მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალებაო. И зажегши свечу, не ставят ее под сосудом, но на подсвечнике и светит всех в არც доме. ლამპარს ანთებენ იმისთვის, რომ ჭურჭელ ქვეშ დადგან, არამედ სალამპრეზე დგამენ, რათა უკეთესად ანათოს. Так да светит свет ваш перед людьми, და ასე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, чтобы они видели ваши добрые дела и прославляли Отца вашего Небесного. რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. У нас есть предназначение ჩვენ გვაქვს განსაზღვრული დანიშნულება. быть солью и быть светом для Рата- этого мира. ვიყოთ მარილი და ნათელი ამ წუთისოფლის. Не для церкви. არა ეკლესიისთვის. Здесь ее хватает, этой არ соли. საკმარისად არის ეს მარილი, ხო? Мы должны быть светом и солью для этого мира. არამედ გარეთ წუთისოფელში უნდა იყოს მარილიც და სინათლეც. И это предназначение, და ეს დადგენილება, დანიშნულება, если мы его не выполняем, თუ ჩვენ მას არ ვასრულებთ, мы теряем саму суть своего христианства. ჩვენი ქრისტიანობის ფაქტობრივად არსს ვკარგავთ. Если я живу только для себя, და თუ მე ვცხოვრობ მხოლოდ საკუთარი если თავისთვის, я ничего и никого не осоляю, მე არ ვამარილებ არაფერს, არავის. если я нигде никому не освещаю путь никаким образом, თუ არავის არ ვუნათებ გზას არანაირი სახით, я фактически теряю то, ради чего Бог сделал меня светом и солью. ფაქტობრივად ვკარგავ იმ დანიშნულებას, რის გამოც გამხადა მე ღმერთმა მარილი და ნათელი. И, конечно, здесь очень ясно და написано, ძალიან ნათლად არის აქ დაწერილი, что этот свет и эта соль, რომ ეს ნათელი და ეს მარილი она проявляется в наших поступках. ფაქტობრივად ჩვენ საქციელში გამოიხატება. Люди не узнают ничего об этом свете и об этой соли, არაფერი არ ეცოდინებათ საერთოდ ადამიანებს ამ სინათლეზე და ამ მარილზე. если они не увидят добрые дела, которые ты делаешь во имя Господа. თუ არ დაინახავენ და იხილავენ იმ კეთილ საქმეებს, რომელსაც ქრისტეს გამოვაკეთებ. Людям, которые вокруг тебя. ხალხი, რომელიც შენ გარშემოა. Конечно, когда мы говорим о наших ближних,
აი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობ ჩვენს მოყვასებზე, мы не можем обойти вопрос о наших врагах. უნებრივია ვერც მტრებზე ავარიდებთ საუბარს. И я решил объединить две эти темы, не говорить о них отдельно. მე გადავწყვიტე რომ ეს ორი თემა გამეერთიანებინა, ერთად Знаете მელაპარაკა. почему? რატომ? Потому что наши ближние, რადგან ჩვენი მოყვასი, внешние люди გარეთ ყოფი и ადამიანები враги და მტრები это очень часто одни и те же люди. ფაქტობრივად ხშირად ხდება რომ ერთი და იგივე ადამიანები არიან К ხოლმე. сожалению, очень часто это одни и те же люди. ხშირად არის ისე რომ ერთი და იგივე ადამიანები არიან ესენი. И чем ближе к тебе человек, რაც უფრო ახლოა შენთან ადამიანი, тем больше боли причиняет тебе его враждебность. შეიძლება უფრო მეტი ტკივილი მოგაყენოს მის მტრულმა განწყობამ შენს მიმართ. Но ты знаешь, когда я молился об этом, думал, и когда я готовил эту тему, როდესაც ამ საკითხზე ვლოცულობდი, ფიქრობდი, ვამზადებდი ამ თემას, знаешь, что я вспомнил? რა გამახსენდა იცი? Я вспомнил слова, которые Иисус, одни из последних слов, которые Он произнес на кресте. გამახსენდა სიტყვები, რომელიც ქრისტემ წარმოს თქვა, აი ბოლო სიტყვები იყო თითქმის, როდესაც ჯვარზე იყო Мы, გაყოლი. наверное, не однажды слышали, что каждое слово, произнесенное на кресте, оно давалось Ему ужасной болью. და თითოეულ ბევრჯერ ხსმენია ეს ამბავი, რომ თითოეული გამოთქმული სიტყვა, როდესაც ჯვარზე იყო გაკრული, უდიდეს ტკივილს წარმოშობდა მის სხეულში. Так что Он выбирал силы и берег силы на самое важное. ამიტომ აი ძალღონეს მოიკრებდა და ყველაზე მნიშვნელოვანს ამბობდა. И вот одной из самых важных вещей, которые Он считал необходимым сделать на кресте, და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო, რომ გაეკეთებინა ჯვარზე, было произнести, провозгласить прощение к этой толпе, которая была внизу. იყო აი მასიურად გამოეცხადა პატიება იმ ბრბოს მიმართ, რომელიც ჯვრის ქვემოთ იყო განლაგებული. Которая как на зрелище собиралась, თითქოს შოუს სანახავად იყო მოსული. которые наслаждались чужими страданиями, делали из этого забаву какую-то, развлечение, სხვისი ტანჯვით ხარობდნენ და თითქოს აი ერთობოდნენ ამ ყველაფრით, которые дали волю своей зависти и злорадству на этом месте. რომლებმაც თავზე ხელაღებულად, რომლებიც იქცეუდნენ ასე თავზე ხელაღებულად Он говорил к этим воинам, которые делили его ризы. იქ იყვნენ მეომრები, რომლებიც სტანისამოს იყოფდნენ Он говорил тем, кто его предал. მის მოღალატეებიც მანდიყვნენ. И он обратился к отцу и сказал: Отец, прости их, потому что они не понимают, что они делают. და მიმართა ზეციურ მამას და ეუბნება, რომ მიუტევეო მათ, რადგან არ ესმით რას ჩადიანო, ხო? Это прощение, ეს პატიება оно является самым высоким и самым важным стандартом для нас в наших отношениях с людьми. არის ყველაზე აღმატებული და ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტი ჩვენი და გარშემომყოფი ადამიანების ურთიერთობებში. Видишь ли, эти люди не просили у него прощения. ამ ადამიანებს არ უთხოვიათ პატიება. Эти люди даже не пытались этого сделать. არც კი უცდიათ ეს, ხო? Напротив, они продолжали оскорблять его. პირიქით, უფრო მეტ შეურაცხყოფას Они აყენებდნენ. продолжали смеяться. უფრო მეტად დასცინოდნენ მას. Это не написано в Библии, ეს არ არის ბიბლიაში но я დაწერილი. предполагаю вполне, что там могли быть люди, которые могли сказать: а нам не нужно твое прощение. და დარწმუნებული ვარ იქნებოდა ხალხი, ვინც ამ სიტყვების საპირწონეთ იტყოდნენ იქ, რომ აი სულ არ გჭირდებაო შენი პატიება. Но он-то знал, что они в этом нуждаются. მაგრამ მან ხო იცოდა თავად რომ სჭირდებოდათ ეს И პატიება. несмотря на их отношение к себе, მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა ქრისტეს მიმართ, исходя из того, кто он გამომდინარე იქიდან თუ ვინ იყო и თავად как он знает და Отца, თუ როგორ იცნობდა მამას и почему, собственно, он на этом кресте находится. და იქიდან გამომდინარე რომ იცოდა თუ რატომ იყო ამ ჯვარზე, Он ведь там ради них. იცოდა რომ მათ გამო იყო იქ, Он ведь там ради их спасения. მათი გადარჩენის გამო იყო იქ. Он говорит эти слова. აი წარმოს თქვა სამ სიტყვას. Прости их, Отче, потому что они не ведают, что творят. მიუტევე მამაო, რადგან არ ესმით თუ რას ჩადიანო, ხო? Я хочу сказать одну вещь. ერთი რაღაცის თქმა მინდა. Если ახლა мы мечтаем о том, чтобы нам как-то служить Господу, აი თუ ჩვენ ვოცნებობთ რომ როგორმე ვემსახუროთ ღმერთს, если мы уже начали служить ან Господу, თუ უკვე დავიწყეთ მსახურება, если мы хотим, чтобы наше служение углубилось, возросло, окрепло как-то, Да в наше личное служение Богу, და თუ გვინდა რომ ჩვენი პირადი მსახურება ღმერთის მიმართ როგორღაც გაიზარდოს, ფესვი გაიდგას, სიღრმეებში წავიდეს, გაძლიერდეს, ხო? услышьте меня მაშინ сейчас. აი ჩემი სიტყვა მოისმინეთ ახლა.
Без прощения не бывает настоящего служения. მიტევების გარეშე არ არსებობს რეალური ჭეშმარიტი მსახურება. Я не стесняюсь говорить о своих недостатках. მე არ მერიდება ჩემს ნაკლოვანებებზე Потому ლაპარაკის. что если я не буду о них говорить, когда-то с крыши будут кричать о них. Так написано в Евангелии. რადგან თუ მე თავად არ ვილაპარაკებ ამ ნაკლოვანებებზე, ხო, დაწერილია რომ აი სახურავიდან იყურებენ ამის შესახებ. И потом я думаю, что, может быть, это будет полезно кому-то. და ამავე დროს მიმაჩნია რომ შეიძლება ვიღაცისთვის სასარგებლოც იყოს. Ты знаешь, некоторое время назад я столкнулся с одной вещью. Это целый период в моей жизни. გარკვეული დროის წინ ერთ-ერთ რაღაცა ისეთ სიტუაციას წავაწყდი ჩემ ცხოვრებაში, არც თუ ისე ხანმოკლე მომენტია ცხოვრების. Я почувствовал, что я как будто бы сильно устал. თითქოს გადაღლავი გრძენი ძლიერი. И я чувствую, что мне вообще ничего не хочется делать. და არაფრის კეთება არ მინდა, აი ამას Я გვწევ. просто откровенно бездельничаю. ჭეშმარიტი უსაქმურობა დამეუფლა. Я ужасно ленюсь что-нибудь делать. ძალიან მეზარება ყველაფრის კეთება. Мне кошмарно стыдно за это, ძალიან მწხვენია, но я ничего не могу с этим მაგრამ сделать. ვერაფერს ვერ უხერხებ საკუთარ თავს. Я ничего не могу с этим сделать. ვერაფერს ვერ უხერხებ თავს. Я начал молиться об этом და დავიწყე ლოცვა ამაზე. и потихоньку что-то понимать. და რაღაცეები ნელ-ნელა И გავაცნობიერე. это было дня 3 назад, когда я произнес одну молитву пред Богом. После этого начал молиться об этом почти каждый день. Да. ეხლა 3 დღის წინ რაღაც აზრი მქონდა და ამაზე ვლოცულობ ბოლო 3 დღეა. Знаешь, в чем дело? რაში მდგომარეობს საქმე? Есть вещи, которые неприятные, тяжелые вещи, которые мне пришлось пережить в моей жизни. ცხოვრებაში მომიწია არც თუ ისე და საკმაოდ რთული რაღაცეების გადატანა. Мне пришлось кому-то что-то прощать. ვიღაცისთვის პატიება მომიწია, მიტევება. И ты знаешь, я как верующий человек знаю, что я должен. როგორც მორწმუნე ადამიანმა, კარგად ვიცი რომ საჭიროა მიტევება. Я стиснул зубы. ესეთი ძალა მოვიკრიბე. Я сказал, я прощаю. თქვი რომ აი პატიობო, Я восстановил отношения. აღვადგინე ეს ურთიერთობები. Я продолжил эти отношения. გავაგრძელე ურთიერთობები. Как будто бы все нормально, все в порядке. ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი რიგზეა, Но через некоторое время я заметил, что я устал. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ აღმოვაჩინე რომ დაღლილი ვარ. Знаешь от чего? რატომ, აბა? Эти вещи живут внутри меня. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩემში მკვიდრობს. Я борюсь с этими вещами. ამ ყველაფერს ვებრძვი. Мне приходится эти вещи вспоминать и забывать заново. მიწევს ამ ყველაფრის გახსენება, მე უცებ დავიწყება. Мне приходится опять находить аргументы и прощать. მე ისე უნდა გამოვნახო გონებაში ეს არგუმენტები, ისე ვაპატიო. И я думаю, და ვფიქრობ ჩემში. а Бог, когда прощает, აი, როდესაც ღმერთი პატიობს, Он не напоминает. აღარ შეახსენებს, ხო? Он бросает это за хребет. აი, სადღაც ორ ზღვაშუა მოისურვის. Писание говорит, Он грехи наши бросил за хребет. Все, Он не оглядывается на эти вещи. ფაქტობრივად ზურგს უკან მოისროლა და აღარ უყურებს ამ ყველაფერს. А мне все еще больно. მე კი კვლავ მткиვა. Это меня держит, это меня мучает. ყველაფერი მაკავებს, მტანჯავს. Господи, хочу научиться прощать, как Ты прощаешь. და ვფიქრობ ჩემში რომ ლოცულობ რომ ღმერთო მასწავლე Господи, не хочу с этой болью жить. მასწავლე შენი მსგავსი პატიება, რადგან არ მინდა ამ მტკივილი Хочу ცხოვრება. в свете жить, а не в тьме. მინდა სინათლეში ვიყო, В არამედ свободе, а не в оковах. წვდიათში და თავისუფლებაში და არა ბორკილებში, ხო? Потому что без настоящего прощения იმიტომ ჭეშმარიტი პატიების გარეშე никогда не бывает настоящего არ служения. არსებობს ჭეშმარიტი მსახურება. Ты не можешь служить тем, кого ты не любишь. ვერ ემსახურები მათ, ვინ შენ არ Ты не გიყვარს. можешь служить тем, кого ты не ვერ простил. ემსახურები მათ, ვისაც არ აპატიე. Бог не будет использовать тебя, არ გამოგიყენებ შენ ღმერთი. потому что в твоем сердце всегда будет барьер для этого. უნებრივია, იმიტომ რომ შენს გულში ყოველთვის იქნება И წინაღობა. когда Бог потребует от тебя чего-то действительно და აი, серьезного, როდესაც ღმერთი რაღაცა ნამდვილად სერიოზულს მოგთხოვს, эти обиды как стена встанут на აი твоем ეს пути. წყენა კედლად აღიმართება შენს გზაზე. Ты не сможешь принести серьезную жертву ради человека, которого ты не простил. ვერ მოიტან სერიოზულ მსხვერპლს ადამიანის გამო, რომელსაც ვერ აპატიე. А Бог за тебя эту жертву принес. მაგრამ ღმერთმა კი უკვე მოიტანა ეს მსხვერპლი А შენ გამო. Бог простил უკვე тебя. გაპატია, ხო? А Бог очистил უკვე тебя. გაგწმინდა. И ты думаешь, და შენ ფიქრობ, что тебе нужно простить больше какому-то человеку, чем то, что Бог простил тебе. რომ თითქოს და შენ უფრო მეტად უნდა აპატიო ვიღაც ადამიანზე, ვიდრე ღმერთმა გაპატია უკვე შენ. Наверное, здесь нет почти ни одного человека,
ალბათ არც ერთი ადამიანი აქ არ არის, который не слышал бы или не читал бы эту фразу в Священном Писании. რომელსაც არ სმენია ან არ წაუკითხავს შემდეგი ფრაზა Не წერილი. будь побежден злом, но побеждай зло добром. ნუ იქნები ძლეული ბოროტებისამებრ, არამედ ძლие ბოროტებას სიკეთით. Посмотри, мы призваны აი ჩვენ ვართ მოწოდებული, побеждать зло. რომ გავიმარჯვოთ ბოროტებაზე. Нам не сказано убегай от этого зла. არ არის დაწერილი, რომ გაეკეციო ბოროტებას. Нам не сказано не делай вид, что его нету. არც მოიკატუნოვო თავი, რომ თითქოს არ არსებობსო. И тем более нам не сказано будь побежден злом. და მით უმეტეს არ წერია, რომ ბოროტებით იყავი დამარცხებულიო, ხო? Что такое победа зла вот в этом контексте? I am- Что такое победа зла? რა იგულისხმება ბოროტების გამარჯვებაში აი ამ კონტექსტში? Если я позволю этому злу თუ მე მივცემ ნებას აი ამ ბოროტებას, изменить меня რომ შემცვალოს и сделать меня злым, და გამხადოს ბოროტი, ожесточенным, გულქვა, непрощении жить. რომ ვიცხოვრო უპატიებლობა. Если зло, причиненное мне, сделало меня таким, თუ ბოროტება, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო მომართული, აი ესეთად მაქცია ამ ბოროტებამ, ხო? оно достигло этих целей во мне, და თუ მიაღწია ამ ბოროტებამ თავის მიზნებს ჩემში, теперь я не лучше, чем тот человек, который доставил мне боль. მაშინ რაღაცნაირად ვარ იმ ადამიანზე უკეთესი, რომელმაც მომაყენა ეს ბოროტება, ხო? Поэтому в Священном Писании Господь Духом Святым дает нам очень четкие инструкции. ამიტომ სულიწმინდის მეშვეობით ძალიან მკაფიო ინსტრუქციას გვიწერს აგერ წმინდა წერილში, Как нам вести Упали. себя в различных обстоятельствах и ситуациях? თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გარკვეულ სიტუაციაში, გარემოებებში Простые вещи. და ძალიან მარტივ რაღაცებს წერს. Простые для слышания, но не простые для исполнения. მარტივია სასმენად, მაგრამ მოქმედებაში არც თუ ისე მარტივია. Благословляйте гонителей ваших. აკურთხეთო თქვენი მდევნელებიო, Благословляйте, а не проклинайте. აკურთხეთო და არ დაწყევლოთო. Когда кто-то проклинает тебя, როდესაც ვიღაცა შენ გწყევლის, первой и естественной реакцией человека является дать соответствующий ответ. პირველი და ძალიან ბუნებრივი რეაქცია არის, რომ ესე იგი, საპასუხო რეაქცია გქონდეს შენს. Но Писание говорит, если ты Христов, მაგრამ თუ ქრისტესი ხარო ამობს წერილი, благословляй этих людей. მას აკურთხეო ეს ადამიანები. Благословляй этих людей. გალოცეო. Когда читаю Евангелие, აი, როდესაც კითხულობ სახარებას, я так удивлен тому, как Иисус общался с этими людьми, которые подыскивались под Него, оскорбляли Его. მე როცა ვკითხულობ სახარებას, ხო, ვოცდები ქრისტესი და იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობდნენ ქრისტესთვის ფეხი წამოედოთ, რაღაცას ეძებდნენ С მასში. каким терпением Он отвечает. რამდენად დიდი სულგრძელება გააშინა Как Он ქრისტეს не отвечает оскорблением на оскорбление. ამ ადამიანების მიმართ და რამდენად სულგრძელი იყო, რომ შეურაცხყოფით არ Как Он პასუხობდა пытается შეურაცხყოფაზე. им что-то еще объяснить. ცდილობდა რაღაცის ახსნა განმარტებას. Хочу быть таким, как Ты, Иисус. და აი, ჩემი ლოცვა არის, რომ მინდა შენ დაგემსგავსო ქრისტე. Помните, у нас такая песня есть «Я хочу быть таким, как Ты, ასეთ Иисус». საგალობელიც არის, სადაც ტექსტი არის ასეთი, რომ შენი მსგავსი Я მინდა думаю, ვიცი. эту песню я в своем сердце каждый день должен ალბათ петь. должен. Да. მინდა ვიგალობო გულში ყოველ დღე. Здесь ეს написано საგალობელი. «Радуйтесь с радующимися и плачьте с плачущими». მოხარულებთან ერთად იმხიარულეთ და მოტირალებთან ერთად იტირეთო Здесь о წერია. таком настоящем сострадании, с такими нейтральными людьми написано. Вот рядом с тобой человек страдает, плачь вместе с ним. აი შენ გვერდზე ისეთ ადამიანებს, ad ხალხსია შენ გარშემო ადამიანებზე დაწერილი, რომ გვერდზე ვინმე ტირის, შენც უნდა იგლოვო მას. Радуется человек, порадуйся вместе с ним. ხარობს ვინმე, შენს გაიხარე რა. Если Бог кому-то что-то дал, და თუ ვინმე რამე და თუ ღმერთმა ვინმეს რამე მისცა, Он это не у тебя забрал. შენ კი არ წაგართვა და მას კი არ მისცა. Порадуйся за человека. გაიხარე ამ ადამიანის გამო. Не печалься, почему не мне. ნუ დანაღლიანდები, ნუ იფიქრებ მე რატო არა. Порадуйся за человека. გაიხარე ამ ადამიანის გამო. Здесь еще кое-что написано о фоне, который должен быть в этих вещах. და აი აქ დაწერილია იმ ფონის შესახებ, რომელიც ამ ყველაფერს უნდა მოძდევდეს. Например, будьте единомысленны между собой. მაგალითად ერთსულოვნება გქონდეთო ერთმანეთში დაწერილია. Не высокомудрствуйте, но последуйте смиренным.
ასევე დაწერილია რომ ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ Не არამედ мечтайте о себе. თავდაბლობას მიყევითო და საკუთარ თავზე ნუ იოცნებებთო. Люди смотрят на нас, какие мы. ადამიანები გვიყურებენ თუ როგორები ვართ. Они смотрят не только на то добро, которое мы пытаемся им сделать, или то, что мы хотим им сказать. Они смотрят на наши отношения между собой. იმას კი არ უყურებენ მარტო თუ რამდენად დიდი სიკეთის გაკეთება გვინდა ჩვენ მათ მიმართ ან სხვა რამის. Не приходи такой важный благотворитель к человеку, знаешь, такой снисходительный. არამედ უყურებენ თუ რა ტიპის ურთიერთობები გვაქვს ჩვენთან და იმას კი არ უყურებენ მარტო რამდენად დიდი ქველმოქმედები ვართ. Мы не должны друг с другом спорить, враждовать. ანუ ჩვენ არ უნდა გქონდეს ერთმანეთთან მტრობა, ესეთი Если мы не можем между собой отношения построить, что нам тогда делать в этом мире? კამათები ხო და თუ ერთმანეთში ვერ ვაშენებთ ამ ურთიერთობებს, მაშ რა გვესაქმება გარეთ, ან რას შევძლებთ გარეთ? Еще здесь написано: კიდევ ერთი რამ არის დაწერილი. никому не воздавайте злом за зло. ბოროტებით ნუ მიაგებთ არა. არავის მიაგოთ ბოროტის წილ. Не воздавай злом за зло. ნუ მიაგებ ბოროტით ბოროტს. Если ты ответил злом за зло, зло тебя поглотило. და თუ შენ ბოროტებით უპასუხე ბოროტებას, ესე იგი გშთანთქა ბოროტებამ შენ დაეგარი. Смотрите еще здесь, что написано. კიდევ რა წერია? Но пекитесь о добром перед всеми людьми. არამედ ყოველთვის კეთილზე იფიქრეთო ყველა ადამიანის წინ. Любой человек ყველა в ადამიანი любой момент, ნებისმიერ დროს он должен видеть твои добрые поступки. უნდა ხედავდეს შენს კეთილ საქმეებს. Наш один брат, пастор, ну не буду сейчас явки и пароли называть, он рассказывал мне такую историю. ერთ-ერთი ჩვენი მწყემსი ძმა, ხა არ დავასახელებ ვინ, მაგრამ ერთი ესეთი ისტორია მოყვა. Еду, говорит, к себе в деревню, мне надо остановиться, там, купить что-то, а там очередь около в ларьке. აი სოფელში მივდივარო, რაღაც უნდა ვიყიდო. И აღმოჩინა რომ რიგია. И женщина как-то так, Магазинчик. продавщица так медленно, знаешь, как будто человек в масле, в желе двигается. Вот медленно все და ეს делает. ადამიანი, რომელიც მილაგებდა ამ პროდუქტებს, ძალიან ნელა И მოქმედებდა. там до меня люди, она вот так все это так, знаешь, как замедленная съемка такая. ჩემამდეც იყო იქ ხალხი და ძალიან нела ალაგებდა, И говорит, я გეგმება уже შენელებული начинаю კადრია. закипать уже. Колбатону, хочется сказать, не можете немножко побыстрее? Мы тут торопимся все. ო და აი ცოტა დაუჩქარეო რა, ამის თქმა მინდო და უკვე ნელა Ну, ვინთებოდიო. говорит, как-то смог, взял себя в руки, არა თავი ხელში ავიყვანე, спокойно, დავმშვიდდი, успокоился. დავწნარდიო, Подходит моя очередь, მოდისო ჩემი რიგი, она меня взвешивает это все, ამიწონაო ყველაფერი, потом поднимает глаза. აწია თავიდან. О, а я вас знаю. აი გიცნობო, Я ваши проповеди через интернет смотрю. ინტერნეტითო თქვენს ქადაგებებს ვისმენო. И он сказал: Господи, слава тебе. და იფიქრა რომ აი მადლობა ღმერთო შენ. Слава тебе, что я рта не раскрыл. იდე კაი არაფერი ცუდი არ თქვიო. Она после этого никогда ни одну проповедь, не только мою, вообще никакую не посмотрела. არა თუ ჩემ ქადაგებას არც ერთ სხვა ქადაგებასაც კი არ მოისმენდაო ამ რამე რომ ეთქვაო. Как это важно, да? რამდენად მნიშვნელოვანია. Печься о добром перед всеми людьми. რომ იყო კეთილ განწყობილი ყველა ადამიანის წინ. Еще написано, если возможно, с вашей стороны будьте в мире со всеми. ასევე დაწერილია რომ თუ შესაძლებელია თქვენი მხრივ ვიყავით ყველასთან მშვიდობაში. Здесь не о том, что некоторые люди достойны нашего мира, а некоторые недостойны. აქ ის კი არ არის ნათქვამი რომ აი ზოგიერთი ადამიანი იმსახურებს შენს მშვიდობას, ზოგიერთი არაო. Здесь о том, что некоторые люди, они не захотят с тобой примириться. არა, ნათქვამია რომ ხაზგასმულია რომ ზოგიერთი ადამიანი არ მოინდომებს შენთან მშვიდობაში ყოფნას. Но ты со своей стороны должен сделать все необходимое. მაგრამ შენი მხრივ ყველაფერი, ყველა საჭირო ღონეს უნდა მიმართოვო. Здесь написано: не мстите за себя, возлюбленные, но дайте место гневу Божьему. ასევე დაწერილია რომ საკუთარი თავისთვის ნუ იქნებით შურის მაძიებელი, არამედ ღმერთის რისხვას მიეცით მოქმედების საშუალებაო. И это тоже надо правильно понять. ესაც კარგად უნდა გავიგოთ, ხო? Я тебе мстить не буду. მე შენ არ შურს არ ვიძიებ. Я что тебе შენ სინა, сделаю? მე რა რისი თავი მაქვს? Я тебе максимум голову отрежу. მაქსიმუმ რაღაც თავი მოგაჭრა, ხო? Но ты достоин большего. მაგრამ მეც იმსახურებ შენ. Вот я сейчас тебя благословлю, აი ხლა გაკურთხებ. и я потерплю сейчас. მოგითმენ. А Бог, მაგრამ აი ღმერთი, Бог, ღმერთი, Он раздавит тебя. აი გაგსრეს შენ. От тебя ничего не останется. ხაქვაზე აღარ დარჩება Я შენ. отдаю это в руки Божьи. ღმერთის ხელში გადავცემ ამ Знаешь, таким шипящим голосом, как дьявол, в руки Если ты- Божьи. ესეთი
ღრმას ისინა გველური ხმით, რა, А там по-другому ეშმაკური написано. ხმით, მაგრამ იქ სხვანაირად არის დაწერილი. Там написано, что если твой враг голоден, накорми его. მაგრამ დაწერილია რეალურად, რომ თუ შენი მტერი არისო მშიერი, Если он დააყურეო, жаждет, напои его. და თუ მას წყურია, თუ მწყურვარია, ასვიო მას. Потому что когда ты делаешь это, რადგან როდესაც შენ ამას აკეთებ, ты соберешь горящие уголья ему на голову. ნაკვერჩხალს, ცხელ ნაკვერჩხალს შეაგროვებ მის თავზეო, ხო? Что это за уголья? რა არის ეს, რაზია, რა Это იგულისხმება? совесть этого человека. სინდისია ლაპარაკი, ამ И ადამიანის Бог სინდის. начнет работать. ღმერთი დაიწყებს მოქმედებას. Вот это и есть Божья месть. ეს არის ღმერთის რისხვა. Я слышал однажды одного человека, много раз слышал, но вот эту вещь однажды от него слышал. ერთხელ ერთი ადამიანისგან მსმენია, ბევრჯერ მსმენია ეს ისტორია, მაგრამ Его ერთისგან отец был первым крещенным Духом Святым христианином в Иране. ირანში აი ამ ადამიანის мама იყო პირველი მონათლული კაცი, სულიწმინდით მონათლული კაცი ირანში. И они служили Господу очень много, они армяне по национальности. ბევრს ემსახურებოდნენ ღმერთს, სომხები არიან ეროვნებით. И потом начались гонения, დაიწყო შემდეგ დევნა ამ и они ქვეყანაში. вынуждены были покинуть Иран, они успели это და сделать. მოუწიათ ირანის დატოვება, მოასწრეს. И вот они живут за границей, отец очень старый, ему 90 лет. აი ცხოვრობენ ხა საზღვარგარეთ, мама ძალიან ხანში შესულია 90 И он წლის არის. чувствует, что скоро ему к Господу переходить. გრძნობს რომ მალე წავა უკვე ღმერთთან И он зовет своего сына და ეძახის თავის შვილს. и спрашивает его: ეკითხება. ты настоящий армянин? ნაღდი სომეხი ხარო? Он говорит: да, папа, конечно. რა თქმა Ты же უნდა, знаешь. მოიცი ხა, რა? Ты хороший армянин? კარგი სომეხი ხარო? Он говорит: да, папа, я хороший армянин. კი, კარგი სომეხი ვარო. Ты знаешь, что сделали турки нашему народу? იცი რა უქნესო თურქებმა ჩვენ წერს? Конечно, папа, кто из армян не знает, что ყველა они სომეხმა сделали? იცისო, ხო რაც უქნეს И этот თურქებმა. 90-летний христианин говорит: და ამას ამბობს 90 წლის ქრისტიანი. я хочу, чтобы ты отомстил туркам. და ეუბნება ეს კაცი რომ მინდა რომ შური იძიოო თურქების Я წინააღმდეგ. уже старый, я не смогу, я хочу, чтобы ты отомстил მე туркам. აგერ უკვე დაუბერდიო და აღარ შემიძლია და შენი ძიეო შური ჩემს ნაცვლათო. И он говорит: папа, как я отомщу им? აი როგორ ვიძიოო შურიო. За каждого убитого армянина თითოეული მოკლული სომეხის ты ნაცვლადო должен 2 турок обратить ко Христу. შენ უნდა მოაბრუნო ქრისტესკენ ორი თურქიო. И это будет моя месть через და тебя. ეს იქნებაო ჩემი შურის გება შენს მეშვეობით. И они начали открывать секретные миссии в Турции, привозить миссионеров из мусульманских стран, и они работают და там. დაიწყეს შემდეგ მისიონერული საიდუმლო მისიონერული საქმიანობა თურქეთში. მისიონერები ჩადიან Они нигде не дают информацию о себе, они не публикуются в журналах, не пиарятся, потому что это опасно для жизни обращенных людей. საკუთარი თავის პიარს არ ახდენენ, არ რა ვიცი, არ გაზეთებში არ ბეჭდავენ თავის ისტორიებს, იმიტომ რომ საშიში ადგილობრივი ქრისტესკენ მობრუნებული ხალხისთვის, ხო? Вот так мы можем мстить. აი ასე უნდა, ასე შეგვიძლია შურის გება. Так вести себя, не любя, мы не сможем. მაგრამ თუ არ გიყვარს, ასე გამორიცხულია, რომ შეძლო მოქცევა. Ты знаешь, иногда мы любим, ზოგჯერ ჩვენ გვიყვარს, кого-то любим ვიღაცა გვიყვარს и страдаем все равно, და მაინც ვიტანჯებით, потому что не смогли этого человека простить. რადგან ვერ შევძელით ამ ადამიანის პატიება. Нам и хочется ближе подойти, გვინდა რომ დაუახლოვდეთ, а мы не можем. ჩვენ გვინდა რომ დაუახლოვდეთ, მაგრამ არ შეგვიძლია. Если я простил, почему я не могу близко подойти? აი თუ ვაპატიე, მაშ რატო ვეღარ უახლოვდები ამ ადამიანს? Потому что на самом деле где-то там эта горечь есть. რატო? იმიტომ რომ სადღაცა ეს სიმწარე მაინც დაგჭა გულში. И если она есть, я не могу служить. და თუ ეგ სიმწარე გააქვს გულში, მაშინ ვერ ემსახურები. Вот этому конкретному человеку я не смогу послужить. აი ამ კონკრეტულ ადამიანს, ვის მიმართაც გააქვს ეს სიმწარე, ვერ მოემსახურები. И эта горечь ограничивает все остальное мое служение Богу. სიმწარე საზღვრავს და ფარგლებში აქცევს დანარჩენ შემსახურებას. Когда мы относимся к людям с любовью, როდესაც ადამიანებს ვეპყრობით სიყვარულით, тогда мы можем и поговорить с ними. მაშინ დაველაპარაკებით კიდეც. Потому что здесь не только в делах дело. რადგან არა მარტო საქმეებზე აქვს საუბარი, ხო? Я кое-что еще хочу добавить к этому. ერთ რაღაცას დავამატებ. Если вернуться к притче о добром აი, самарянине, მოდი დაუბრუნდეთ კეთილ სამარიტელზე იგავს. мы заметим одну такую вещь. რას ვამჩნევთ ამ იგავში? Добрый самарянин и жертва разбойников რომ კეთილი სამარიტელი და ესე იგი ვისი, ავაზაკთა მსხვერპლი,
Они не были знакомы друг с другом. ერთმანეთთან არ იყვნენ ესეთი ახლო. Они никогда до этого не виделись. ერთმანეთი არ უნახავთ. И мы не знаем, увиделись ли они потом когда-нибудь еще არც после ის этого. ვიცით ამის შემდეგ ერთმანეთს იხილავდნენ თუ არა, ხო? Это была такая, как будто бы эпизодическая встреча. ძალიან ისეთი მოკლე ეპიზოდური გადაკვეთა იყო. И иногда Бог дает нам такие как бы случайные в кавычках встречи. ხშირად ან ზოგჯერ ღმერთი გვაძლევს ხოლმე ბჭყალებში ძალიან ესეთი შემთხვევით შეხვედრებს Но на ადამიანებთან. самом деле они не являются случайными. მაგრამ რეალურად სულაც არ არიან ეს შეხვედრები შემთხვევით. Люди, с которыми ты каким-то образом, хотя бы на короткое время, вдруг случайно, опять в кавычках, устанавливаешь контакт, თუ ბჭყალებში აი შემთხვევით რომელიმე ადამიანთან დაამყარებ კონტაქტს, эти люди присланы тебе Богом. ესე იგი ეს ხალხი შენ გამოგიგზავნა ღმერთმა. Возможно, это какие-то продолжительные взаимоотношения. შეიძლება ეს ურთიერთობები იყოს ხანგრძლივი. И какими бы они ни были, продолжительными или эпизодическими, მაგრამ აი როგორიც არ უნდა იყოს ეპიზოდური ხანმოკლე თუ ხანგრძლივი, нам сказано одно очень важное слово. ერთი რამ არის ნათქვამი ჩვენს მიმართ. Со внешними обходитесь благоразумно. რომ ბრძნულად უნდა მოიქცეთ გარეშე მყოფებს Пользуясь временем. და უნდა გამოვიყენოთ ეს დრო. А как мы должны это время როგორ использовать? უნდა გამოვიყენოთ კი, მაგრამ ეს Слово ваше да будет с благодатью приправлено солью, აი როგორ და ყოველთვის მადლიანი უნდა იყოსო თქვენი სიტყვა მარილით შეკმაზულიო. чтобы вы знали, как отвечать каждому. რათა იცოდეთ თუ როგორი პასუხი მიაგოთ თითოეულს. У меня был друг, ყავდა მეგობარი, который специально ходил на автобусные станции რომელიც в советское время. გამიზნულად დადიოდა ავტობუსის გაჩერებებზე საბჭოთა И დროს. встречался там, искал командировочных. Знаешь, в советское время в командировки люди ездили. და ეს იმაში რომიდიან რა ქვია იმას მივლინებაში. მივლინებაში მიმავალ ადამიანებს И эти სპეციალურად командировочные, такие интересные люди были, они пытались на всем сэкономить деньги. მივლინებაში მიმავალ ადამიანებს ხვდებოდა ხოლმე და ძალიან საინტერესო ხალხი იყო, იმიტომ რომ ყველაფერზე ფულს ზოგავდნენ ეს. Им давали командировочные деньги, აძლევდნენ ხოლმე მივლინების они თანხას, шли в гостиницу, მიდიოდნენ სასტუმროში. отмечались, как будто бы они там жили, а денежки в карман. ესე იგი, მონიშნავდნენ ხოლმე რომ თითქოს ამ სასტუმროში დარჩნენ, მაგრამ რეალურად ფულს Сам იძიებდნენ. сидит на автовокзале и ночует там, на скамейке. და ზის რეალურად ამ ავტო სადგურზე და ღამეს ათენებს სკამზე. Зато 10 рублей сэкономил. სამაგიეროდ აი უკრაო. 10 ლარი დაზოგა. Мой пара, просто говорит. И вот мой друг искал таких людей. და აი ჩემი მეგობარი ეძებდა ასეთ ხალხს. Ну, в Тбилиси это было легко. Сидит такой, рыжий, нос картошкой, наш человек, значит, русский. ესე იგი, აი ჩემი მეგობარი აქ თბილისში, ხო? იჯდა ხოლმე და ქერა ღიაფერის თბის მქონე ხალხს ელოდებოდა И ხოლმე. он начинал с ними говорить об Иисусе. და ელაპარაკებოდა ქრისტეს შესახებ. Я не знаю, какому количеству людей он только не говорил. აი უამრავ ადამიანს ელაპარაკა Он დარწმუნებული. брал этих людей к себе домой. სახშიც ეპატიჟებოდა ამ ხალხს. Эти люди думали, что им дадут выспаться, а вот не тут-то было. ეპატიჟებოდა ეგონა ამ ხალხს, თუ აი ხა გამოვიძინებო ამასთან ბინაშიო, მაგრამ ну разუკაცრა. Он ему еду положит и говорит. აჭმევს, ესე იგი, ავახშმებს კარგად და მე ელაპარაკება და ელაპარაკება. Я говорю, почему так интенсивно? ნუ ეკითხები, ფიქრობ, რატო ასე ინტენსიურად კი, Он მაგრამ говорит, знаешь, в электронике есть такое понятие, как прожечь микросхему. Переформатировать ее теперь говорят. ელექტრონიკაში არსებობს ესეთი ცნება, რომ აი მიკროსქემის გადაფორმატირება. Ты какой-то большой заряд даешь, и то, что там меняется, она по-другому начинает работать. აი უდიდესი მუხტი უნდა გლიჯოვო და რაღაცები შეიცვლება თავიდან. И вот он ходил и переформатировал этих людей. და აი დადიოდა და დიდ ენერგიას და დიდ მუხტს აძლევდა ამ У ხალხს. меня однажды была такая встреча. უცვლიდა მთლიან მიკროსქემა. ერთი შეხვედრა 92 год, я прилетел в Минск. 92 წელია მინსკში Как я ჩავთვლი. летел туда, отдельная история. Я стоял, как в автобусе, вот так держался за полку в самолете. Столько людей там было. იმდენად ბევრი ხალხი იყო, რომ ფეხზე ვიდექი თვითფრინავს. И я прилетел, и я не знаю ничего. А мне нужно еще ехать на границу, Барановича, в сторону этого Бреста. და ბრესტის მიმართულებით უნდა წავსულიყავი, არაფერი არ ვიცოდი Я не знаю, გზა. где эти автобусы, там какая-то своя система. А я, знаешь, приехал из Грузии, где Мхедриони бегает и так სად далее. არის ეს ავტობუსები, რა სისტემა აქ საქართველოში, სამოქალაქო ომია, მხედრიონელები დარბიან. И я поторчал, вижу, автобус ушел без меня, я стал в очередь в такси. და აი ავტობუსმა გამოსტრო მოკლედ
და ველოდები ტაქსის ახლა. И какой-то парень рядом со мной. ერთი ბიჭი დგას გვერდით. Давай скажем, что мы вместе. მოდი ერთად ვართ, ესე ვთქვათ. Разделим цену. გავიყოთო ფულიო. Тут еще какая-то девочка. Я с вами. კიდე ერთი გოგო მოვიდა, თქვენთან ვარო. Хорошо, да, на троих сообразим, поедем на такси. Мы договорились. სამზე გავიყოთო და წავიდეთ. Остановили такси. გავაჩერეთ ეს ტაქსი. Едем, а там дым, болота горят. Знаешь, там торфяные болота, когда начинают гореть, там дым неделями. და მივდივარ და გზად ხედავთ, აი გარშემო ჭაობებია, ჭაობს И они რაღაცა. начинают, პოლიაზდის ორთქლი что это такое, там, как это в аду, а мне больше ничего не нужно. და გაუკვირდათ რა არისო ეს, კაცო, რატო არის ჯოჯოხეთს Я წააგავს? тут же последние времена им там вспомнил, Матвея 24, все это. ჯოჯოხეთს წააგავსო და ამის მერე დავიწყე ლაპარაკი И парень, который со мной, он православный такой весь из себя, знаешь. აი გვერდზე მჯდომი бичи არის. Попытался там со мной спорить. მართვანდიდებელი კამათიც დამიწყო. Я нашел общие какие-то вопросы с ним რაღაც сразу. საერთო მაჩვენებელიც და В თემები общем, когда мы приехали в Минск на вокзал, мы уже втроем бежали на отходящий поезд, как хорошие друзья. და აი ჩავედი თუ არა კონკრეტულ ავტოსადგურზე, გავიქეცით ერთად И მატარებელზე რომ несколько დაგგვიანა. часов я им проповедовал. აი მეგობრები, Несколько და часов. მე მატარებელშიც рამოდენიმე საათი Где живешь? В Бресте. Приедешь в Брест, там 100% церковь есть. Только вот такую церковь найди, вот такую не აი ищи. რო ჩახვალ ბრესტში, ბრესტელი იყო ეს ბიჭი და იქ ეკლესია არის, ესეთი ეკლესია მოძებნე, იქ მიდი Пойди или ასენი. к баптистам, или к пятидесятникам. ან ბაპტისტებთან ან 40-იანელებთან. Больше никуда не ходи. სხვასთან არავისთან. К иговистам не ходи. იაღოელებთან არ წახვიდე. В общем, наставил, мы как братья были. და ესე ძმები Да, мы как братья были уже. ძმებივით ვიყავით, ხო? И он сидит, я вижу, он с чем-то борется внутри себя. და აი ზის და რაღაცა სებრძვის И вдруг говорит, эх, и вот так по столу ударил. აი მე აი ასეთი реакციით დაახეთქა Я говорю, ხელი. что случилось? მაგიდაზე რა ხდება კი მაგრამ? Отцу везу одну рыбу с Байкала, тебя хочу угостить. აი მამისთვის კი მიმაქვს ერთი კაი ბაიკალური თევზიო, И მაგრამ угостил меня байкальской корюшкой. მაგრამ აი შენ უნდა გაჭამოვო ეს თევზიო და მაჭამა აი ბაიკალის ტბის კაი თევზი. После 91 года я в прошлом году второй раз в жизни попробовал эту рыбу только. და აი კონკრეტული თევზის სახეობა 92-ში გავსინჯე და ამ წელს მეორედ. Я не знаю, где этот человек сейчас. წარმოდგენა არ მაქვს, სად არის. Я не знаю, что делает эта девочка. არ ვიცი ეს გოგონა სად არის ტაქსში ვინც. Но знаешь, что я знаю? არა, მე ერთი რამ კარგად ვიცი. Что Бог ответственен за слово, которое мы сеем в რომ людях. ღმერთი არის პასუხისმგებელი იმ დათესილ სიტყვაზე, რომელსაც ჩვენ თესავთ. Он говорит, Царство Божье, это как семя, которое человек посадил, и он не знает, а оно растет. დაწერილია რომ ღმერთის სიტყვა არისო, ცათესასწრაფელი არისო, პატარა თესლიო, რომელსაც შენ დათესავ, შენ არ იცი, მაგრამ ის Поэтому იზრდება. написано, проповедуй слово, настаивай вовремя, не вовремя. ამიტომ არის დაწერილი და ნათქვამი რომ იქადაგე, დამოძღვრე, სწორ დროს, არასწორ დროს. А Бог будет давать этому рост. ღმერთი კი აღმოაცენებს, ხო ამას? У нас у всех такие встречи есть. У меня не одна и не две такие встречи были. ყველას გვაქვს ასეთი შემთხვევები და შეხვედრები და არაერთი და არა ორი, И ხო? Писание говорит, მაგალითად. пользуйся этим временем. დაწერილი გეუბნება რომ გამოიყენეო ეს დრო. Пользуйся. გამოიყენეო ეს დრო. Время – это самый дорогой товар в твоей жизни. რადგან დრო არის ყველაზე ძვირფასი საქონელი შენს ხელში. Ты начинаешь понимать это, когда ты становишься старше. ასაკთან ერთად უკეთესად იაზრებ ამას. Потому что его становится меньше. ვინაიდან დრო გრჩება ნაკლები. Потому что она быстро заканчивается. სწრაფად წარმავალია, ხო, ეს დრო. Пользуйся этим. გამოიყენე იგი. Писание говорит, ასევე ამობს წერილი. я заканчиваю. დავასრულებთ. Вы род избранный, რომ თქვენ ხართო რჩეული მოდგმაო. царственное священство, სამეფო სამღვდელოებაო, ხო? народ святой, განწმენდილიერიო. люди, взятые в удел. გამორჩეულიერიო. Вау, как классно все это звучит. Это все про меня, Господи. რა მაგრაჟღერს არა, ყველაფერი ჩემზეაო, ღმერთო. Да, это про тебя. კი, შენზეა. Но для чего? მაგრამ რისთვის? Чтобы возвещать совершенство, რომ სრულყოფილება აუწყო. призвавшего тебя из тьмы в чудный свой свет. მისი სრულყოფილება, ვინც სიბნელიდან თავის დიაცინათლეში მოგიხმო შენ. Мы когда-то были тьма, а теперь свет в აი, Господе. ოდესღაც თუ ვიყავით წვდიადი, ახლა ვარ цинათლე. Мы когда-то вообще не народ были. Гои, мы у нас грузинское место такое слово. Гои. ეს გოიმის სიტყვა როგორც წარმართი ასე ითარგმნება, ხო? ანუ
ერიც კი არ ვიყავით საერთოდ. не народ. საერთოდ საზოგადოებაც კი არ ვიყავით. И то, как люди жили, и некоторые люди сейчас как живут, они достойны этого названия, 100%. და როგორც ესე თქვათ, რომ იმ თავისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი იმსახურებს ამ ტერმინს, ხო, საკუთარი თავის მიმართ. А теперь народ Божий. მაგრამ ღმერთი ამბობს, რომ ახლა უკვე ღმერთის ერი ხართ ხო? Некогда не помилованы, а сегодня помилованы. ოდესღაც არა შეწყალებული, ახლა კი შეწყალებული. Ты избран для священнодействия. და შენ ხარ გამორჩეული, რჩეული წმინდა ქმედებათათვის. И Бог вывел тебя из тьмы, გამოგიყვანა ღმერთმა წვდიადიდან, и теперь ты можешь об этом говорить. ახლა კი შეგიძლია ამაზე ლაპარაკი. То, каким ты был როგორი იყავი, и каким Бог тебя сделал, როგორი გახდი, это свидетельство Его силы. აი ეს ყველაფერი არის მისი ძალის დამოწმება. И это свет, и это соль. აი ეს არის ნათელი და ეს არის Это მარილი. нужно показывать, ეს უნდა აჩვენო, это нужно подтверждать делами, ეს უნდა დაბეჭდო შენი и это ქმედებებით нужно говорить. და ამაზე უნდა ილაპარაკო. Не себя превозносить, შენი საკუთარი თავი კი არ უნდა აამაღლო, а კაცო, Господа, არამედ ქრისტე, который сделал из тебя такого, тебя сегодняшнего. რომელმაც გაგხადა ისეთი, როგორიც ხარ დღეს. Когда Иисус молился за своих учеников, და როდესაც ქრისტე ლოცულობდა საკუთარი это მოწაფეებისთვის, записано в Евангелии от Иоанна в 17 главе. Ее называют первосвященническая молитва Иисуса Христа. როდესაც ქრისტე ლოცულობდა თავის მოწაფეებისთვის, ხო, იოანეს სახარებაში არის დაწერილი და ეს არის წინა მღვდელმთავრული ლოცვა არის ეს, რა, ასია წოდებული. Он среди очень важных других слов сказал такие слова. მრავალ მნიშვნელოვან სიტყვათა შორის წარმოსთქვა შემდეგი სიტყვები. Я не прошу, чтобы ты взял их от мира. მე კი არ გთხოვო, რომ გამოარჩიოვო წუთისოფლიდანო. Я хорошо, чтобы ты сохранил их от зла. არამედ მინდა რომ დაიცვა ბოროტებისგანო. Слушай, Он хотел, чтобы мы здесь остались. მას უნდოდა რომ ჩვენ აქ დავრჩენოდით. Почему? რატომ? В конце своей молитвы Он говорит: რადგან თავისი ლოცვის დასასრულს იგი ამბობს. да уверует мир, что ты послал меня. დაეირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ გამომგზავნეო მე. Глядя на верующих, შეხყურებდა რა მორწმუნეებს, видя поступки верующих, ხედავდა რა მათ ქმედებებს. слыша слова верующих, და ესმოდა რა მორწმუნეთა სიტყვები, этот мир должен уверовать, что это Отец послал Христа. და ეს ჩვენს დროშიც რო თქვათ, ამ ყველაფრის შედეგად უნდა დაინახოს ხალხმა, რომ ღმერთმა წარმოგზავნა იგი. Они должны увидеть, მათ უნდა იხილონ, что Христос их Спаситель. რომ ქრისტე არის მათი ხსნა. Он спас меня, მან მიხსნა მე, Он спас тебя, შენ, значит, Он может спасти любого человека. ესე იგი ნებისმიერის ხსნა შეუძლია მას. Вот они наши ближние, აი ჩვენი მოყვასები, ხო? наша семья, ჩვენი ოჯახი, свои по вере, ჩვენი წმენის თანამგზავრები, ასე ვთქვათ, внешние пока еще люди გარშე მომყოფი ხალხი, გარეთ მყოფი ხალხი и даже наши враги. და ჩვენი მტრებიც კი. И Бог сделал нас солью и светом და ღმერთმა გვაქცია ჩვენ მარილი და ნათელი, именно для того, აი ზუსტად იმისთვის, чтобы во всех областях, во всех кругах этого нашей жизни, нашего общения რომ ჩვენი ურთიერთობის ნებისმიერ შრეზე, დონეზე мы прославили Христа. ჩვენ განვადიდოთ ქრისტე. Это наше призвание. აი ეს არის ჩვენი მოწოდება. Мы священники. ჩვენ ვართ მღვდლები, Мы хотим носить эти титулы. ჩვენ გვინდა ამ ტიტულის ტარება, ხო? Мы хотим царствовать в жизни посредством единого Иисуса Христа. ჩვენ გვინდა ვიმეფოთ ქრისტეს მეშვეობით. Мы хотим священнодействовать, мы хотим быть на высоте. ჩვენ გვინდა აი მაღლა ყოფნა, წმინდად ყოფნა. Хочешь этого? გინდა? Делай то, что сказал Христос. მაშინ გააკეთე, რაც ქრისტემ თქვა. Знаешь почему? რატომ, აბა? Он сказал: я прославлю прославляющих меня. იმიტომ რომ დაწერილია ქრისტემ თქვა, რომ მე განვადიდებ ჩემს განმადიდებელსო, ხო? Прославь Иисуса, განადიდე ქრისტე, и когда придет час, და როდესაც დადგება ჟამი, Он прославит тебя. იგი განგადიდებ შენ. И ты, как одна из Его овечек, და აი როგორც ერთ-ერთი მისი ცხვართაგანი, ты удивишься. გაოცდები.
Господи, за что? რატომ კი? Я же ничего такого не сделал. არაფერი არ გამიკეთებია ესეთ. Я же ничего такого не делала. არაფერი არ გამიკეთებია საერთოდ. Он скажет тебе, და გეტყვის. когда ты это сделал или сделала вот этому человеку, этому, შენ აი ასე მოიქეცი ამ ადამიანს, იმ ადამიანს, აგერ ამ ადამიანს. ты сделал это мне. ესე იგი მე გამიკეთეო ეს. Иди в мою радость. შემოდი ეხა ჩემ სიხარულში. Получи свою награду. მიიღე შენი გასამრჯელო. Получи в управление 100 городов. მიიღე ხა სამმართველოში 100 ქალაქი. Вечно славь меня. ყოველთვის განმადიდე მე. Будь одним из столбов в моем храме, который никогда не выйдет оттуда и вечно будет славить меня. იყავი ერთ-ერთი ბოძი ჩემს ტაძარში, რომელიც არასოდეს დატოვებს მას და ყოველთვის განმადიდებს მე. Получи имя, которого никто кроме тебя не знает. და მიიღე სახელი, რომელიც შენს გარდა არავინ არ იცის Которое სხვა. я тебе назвал. რომელიცაც მე გიწოდე შენ. Потому что я знаю тебя რადგან მე ვიცი по-настоящему. და გიცნობ შენ ნამდვილს. Это его награда. აი ეს არის მისი გასამრჯელო. Любящим его. რომ მის მოყვარულებს Давайте помолимся. და მისი მოყვარულებისთვის. Отец, мы молимся во имя Господа Иисуса Христа. ჩვენ ლოცულობთ იესოს სახელით. Мы благодарим Тебя, что Ты Бог наш, и Ты крепость наша, Господь. მადლობას გიხდით, რომ შენ ხარ ჩვენი საყრდენი, Ты единственное наше упование. რომ შენ ხარ ჩვენი იმედი И Ты наш пример, და შენ Господь. ხარ ჩვენი მაგალითი, ნიმუში. Самый главный, ყველაზე მნიშვნელოვანი, самый высокий, ყველაზე აღმატებული, единственно верный. ერთადერთი ყველაზე ერთგული. Научи нас следовать за Тобой. გვასწავლე შენს ნაკვალებს რომ გავყვეთ. Научи нас уподобляться Тебе в общении с Тобой, Господь. დაგემსგავსოთ შენ ურთიერთობებში. Мы хотим прославить Тебя. გვინდა განგადიდოთ შენ. Мы хотим возвеличить Тебя. გვინდა თაყვანიც გცეთ შენ. Мы хотим быть таким, как Ты, და გვინდა ვიყოთ Иисус. ისეთი როგორიც შენ. Мы хотим возвеличить и прославить Тебя. გვინდა განგადიდოთ თაყვანი გცეთ. Имя Твое выше всякого და имени. შენი სახელი არის აღმატებული სახელი. Благослови Твой народ. აკურთხე შენიერი. Укрепи Твоих детей. გააძლიერე შენი შვილები. Выведи в свободу, Господь. გაათავისუფლე ისინი. Выведи в победу, Господь. გამარჯვებაში გაიყვანე ისინი. Разрушь дела дьявола, Господь. დაანგრიე ბოროტის საქმეები. Разрушь всякое непрощение, обиду, огорчение. დაანგრიე უპატიებლობა, წყენა Выведи в свободу, в славу, და დიდებაში და თავისუფლებაში в გაიყვანე. радость. ბედნიერებაში, სიხარულში. Мы молимся Тебе во имя Господа Иисуса Христа. ჩვენ ლოცულობთ იესოს Мы სახელით. благословляем Твое имя, და Господь. ვაკურთხებ ჩემს სახელს. Мы благословляем друг друга Твоим именем, Господь. ერთმანეთს ვაკურთხებ Мы ჩემს სახელით. благословляем наши дома, наши семьи, Господь. ჩვენს ოჯახებს, ჩვენს Наших братьев, Сахалин. сестер, нашу церковь, Господь. დებს, ძმებს, ეკლესიას. Все церкви Грузии благословляем Твоим именем, Господи Боже. ეკლესიას ვაკურთხებ ჩემი სახელით. Деноминации христианские, мы благословляем их, ყველა Господь. ქრისტიანულ деноминაციას. Мы благословляем всех живущих людей в Грузии, Господь. ყველა ქართველს, ყველა საქართველოში მცხოვრებს. Независимо от их национальности, ეროვნებიდან გამომდინარე. независимо от их религиозной принадлежности. ეროვნების მიუხედავად, რელიგიურობის Мы მიუხედავად. благословляем их Твоим именем, Господь. ვაკურთხებ ჩემი სახელით. Пускай свет Твой, правда Твоя, და Господь, შენი სიმართლე, შენი проникает в сердца, дает мир, Господь. აღწევდეს გულებში და Мы მოქონდეს. благословляем наших соседей, Господь, ვაკურთხებ ჩვენს მეზობლებს, соседние страны, Господь. მეზობელ ქვეყნებს. Пускай свет Христов входит туда. შენი და ქრისტეს სინათლე შედიოდეს ამ ქვეყნებში. Мы благословляем Израиль Божий, Господь. ისრაელს ვაკურთხებთ И мы благословляем наших врагов, Господь. და ვაკურთხებთ მტრებს. Во имя Господа Иисуса იესოს Христа. სახელით. Да будет слава Тебе за все. ქება გქონდეს შენ ყველაფრისთვის. Отец, Сын и Святый Дух. მამაოძეო და სულოწმინდაო. Аминь. Аминь. Слава Господу.